დღეს ზუგდიდში მცხოვრებ უხუცეს დევნილ ქალბატონ ჟუჟა ტორუას სამეგრელო ზემოსვანეთის მხარეში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებმა 8 მარტი მიულოცეს და საჩუქრად ტელევიზორი გადასცეს. როგორც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა ოთარ გოგოხიამ აღნიშნა, ჟუჟა ტორუას აფხაზეთის მთავრობის მხრიდან სამედიცინო დახმარება მომავალშიც გაეწევა. აფხაზეთიდან ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ბრძანდება აფხაზეთის მთავრობის სახელით მოულოცეთ, უსურვებთ წარმატებებს 8 მარტი მოულოცეთ, კიდო მოვაკითხავთ, სამედიცინო დახმარებას გავუწევთ და უსურვებთ ყველაფერს კარგს. თქვენ თვითონ ნახეთ რა კარგად არის, კარგად გამოიყურება, სახლში დაბრუნებას უსურვებთ. ჟუჟა ტორუაშვილი ჯემალ ტორუა აღნიშნავს, რომ ქალბატონი ჯანმრთელობას არ უჩივის და აფხაზეთის მთავრობას ყურადღებისთვის მადლობას უხდის. ბატონ ჯემალ დიდი მადლობას ვუხდი აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელს, იმათთან ერთად ყველა აფხაზეთის მთავრობა ვინც აქ არიან. მადლობელი ვარ, რომ გაიხსენეს დედაჩები და მოულოცეს დღევანდელი დღე. ჟუჟა ტორუა 1908 წელს გალის რაიონის სოფელ შეშელეთში ამჟამინდელ რებში დაიბადა. უხუცესი დევნილი ქალბატონი ამჟამად 105 წლისაა. იგი 7 შვილის დედაა და 60 შვილიშვილისა და შვილთაშვილის ბებია.